მშვიდობის მყოფელთათვის, ღვთის სულიერნო შულნო ეკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ იგინი ძე ღვთისად იწოდნენ. ეჰა საყვარელო ძმანო, რაიმცა იყოს უპატიოსნეს ამის ნეტარებისა, რომელ კაცი ძე ღვთისად იწოდებოდეს მადლითა, და ნამდვილვე სანატრელ აარს და სასურველ, ესე ვით არის სათნოება და საქებელ ანგელოსთაგან და პატიოსან წინაშე ღვთისა და კაცთა. რამე თუ ძმა ვინმე შურითა ეშმაკისათა შეწუხებულიყო ძმისა ვისთვისმე და ვითარცა ესმა მეორესა მას ძმასა ვითარამედ იგი ვინმე ძმაი გულკლებულ არს ჩემდა წარვიდა რა ითამცა ყოს მშვიდობა მისთანა ხოლო მან არა განუღო კარი და უკ მოიქცა ძმა იგი და მივიდა მოძღვრისათვის ისა მიმართ და რქვა პატიოსანო მამაო იგი ვინმე ძმაი გულძვირ რაიმე არს ჩემდა მე მივედ დაგებად მის და თხოვა ჩენდობისა მცნებისაებრ უფლისა და მან არა განმიღო კარი და მაუწყე გზა იცხოვრებისა თუ რა ივყო ხოლო ღმერთმან განუცხადა მოძღვარსა მას და მან მიუგო ძმასა იხილე შვილო ნუ უკვე სვაობდე გულსა შინა შენსა ვით არამედ მან ხსოვდა შენ და მომართ და განიმართლებდე თავსა შენსა და მას ბრალეულ ყოფდე და მისთვის არა გულცავსე ყო იგი ღმერთმან შენდობა შენდა ხოლო მან აღიარა ვითარამედ ჰე ეგრეთ არს მამაო მაშინ თქვა კეთილად გულის ხმიერ მან მოძღვარმან წარვეთ შვილო და დაიმდაბლე გული შენი და დააჯერე გონებასა შენსა ვითარამედ შენს სოდე მისა მიმართ და მას ულოცე და დააგდე თავი შენი წინაშე ღვთისა და შეინანე გულის სიტყვა შენი ზვაობისა და ღმერთმან გულსავსე ყოს იგი სიყვარულად და მშვიდობად შენდა წარვიდა ძმა იგი და ყო მცნებისაებრ მოძღვრისათვის ისა და მერმე მივიდა ძმისა მიმართ მშვიდობის ყოფად და ხრეკა კარსა ხოლო მან ვითარცა აგრძნა შინათ კერძო მეხსეულად სიხარულით მიეგება და განუღო კარი და პირველად მან მოუდრეკა მუხნი და ითხოვდა შენდობასა და განიდევნა ეშმაკი იგი შურისა და ღმერთი მშვიდობისა დაემკვიდრა მათ შორის და იქმნა დიდი მშვიდობა და სიყვარული სულიერი და მადლობით ადიდებდეს ყოვლისა კეთილისა მიზეზსა ღმერთსა გულის მაღავთ საყვარელნო, თუ ვით არ კეთილ არს მშვიდობისა ყოფა ძმათათანა და რაოდენ პატიოსან არს მოძღვართა მიმართ სულიერთა განცხადება გულის სიტყვათა და მათთა სწავლათა სარწმუნოდ შეწყნარება. ამისთვის გლოცავდა გევედრები ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა მშვიდობის მყოფელობა კაცთა მიმართ და მოვიღოთ ნეტარება ღვთისა მიერ. პირველად განვეკრძალეთ ძმანო რათა არავის ვცეთ მიზეზი ბოროტისა და არცა ვის კაცთაგანი შევაწუხოთ, რომლისათვის ქრისტე მოკვდა და უკვე თუ შურითა ბოროტისა ეშმაკისათა იქმნას ლალვა რაიმე ჩვენ შორის, განვიწმინდოთ გული ჩვენი ძვირის ხსენებისაგან და სიმდაბლით შეუნდოთ ძმასა მას და ვითხოვოთ შენდობა, რათა მოვიღოთ გვირგვინი ღვთისა მიერ და შევიძინოთ ძმა იგი. ხოლო უკვე თუ არა ისმინოს ჩვენი, უთხრათ მოძღვარსა მისსა და ჩვენსა და მათ მიერ ვყოთ მშვიდობა. და უკვე თუ მათიც არა ისმინოს, განოცხადოთ ეკლესიისა სავსებასა და ესრეთ ყოვლითა ღონისძიებითა ვყოთ ქრისტეს მიერი მშვიდობა ჩვენ შორის. და ღმერთი მშვიდობისა და მამა მოწყალებისა დაემკვიდროს ჩვენთანა. ეგევედრები საყვარელო ძმანო, ვიქმნეთ მშვიდ, მდაბალ და შემოსრულ გულითა, რათა იქმნას ლოცვა ჩვენი მსხვერპლ ღვთისა, ვით არცა გალობს მეფსალმუნე, ვით არამედ მსხვერპლ ღვთისა არს, სული და გული შემოსრული და დამდაბლებული, ღმერთთან არა შეურაცხყოს. არამედ შეიწიროს წმინდასა შინაწმინდათასა ზეცისა საკურთხეველსა ლოცვა ჩვენი, ვით არცა საკმეველი წინაშე მისა და იყნოსოს სუნად სუნელებისად, ვით არ იგი ნოეს მსხვერპლი. და ესრეთ სიმდაბლით ავმაღდეთ ზეცად და ანგელოსთა თანა უგალობდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელი დიდებულ არს საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.